ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობასა და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შეფასებაზე. სააკაშვილის რეჟიმის ფსევდოოპოზიციური დაჯგუფების წარმომადგენელმა შემდეგი რამ თქვა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ერთად იდგა ერთიანი იყო ქართული საზოგადოება. ერთ-ერთი ასეთი ბოლო დღე იყო 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად ერთად გააკეთა განცხადება. ზუსტად ანალოგიური განცხადება აქვს გაკეთებული 2008 წლის ომის შემდეგ მის ქმარს, ასევე სტაჟიან აგენტს დავით უსუფაშვილს. ასეთ მძიმე ვითარებაში ჩვენი ვალია, რომ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა პოზიცია და ოპოზიცია ერთად ვიყოთ. სწორედ ამ განცხადების შემდეგ უსუფაშვილმა საკუთარ თავზე აიღო ეგრეთ წოდებული ოპოზიციის კონსოლიდაცია და თითქმის ყველა მაშინდელი პოლიტიკოსი, რომელიც თავს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენდა, ომის გამჩაღებელი რეჟიმის გარშემო გაერთიანდა. უსუფაშვილის შემდეგ ანალოგიური განცხადება გააკეთა მაშინდელმა ფსევდოოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ. პარლამენტის ტრიბუნიდან მან რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა და მის კოლეგებს დანარჩენ ფსევდოოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ იდგა ერთიანობის დრო. სხვადასხვა ეს თარგამაძეა, რომელმაც ომიდან რამდენიმე თვეში ოპოზიციონერის მანტიაში გახვეულმა მოღალატეობრივ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საერთაშორისო დოკუმენტებში სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ომის დაწყება დაადასტურა, დოკუმენტს ხელი მოაწერა და ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულის გასამართლებისთვის გაწირა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევა, რომ არა მუხჩა უხრელი შრომა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში პროცესების შესაძლოა ქართველი ჯარისკაცებისთვის უმძიმესი სცენარით განვითარებულიყო. დღევანდელი განმოსახედიდან კიდევ უფრო მარტივია მსჯელობა და ანალიზი იმისა, თუ როგორ დაულაგეს უცხოელმა პატრონებმა სააკაშვილს 2008 წლის დავალების შესრულების და ომის გაჩაღების შემდეგ გადარჩენის სპეცოპერაცია. მათ გასცეს დავალება და მათ მიერვე მართული ფსევდოოპოზიცია სრულად გამოიყვანეს იმჟამინდელი ხელისუფლების ყალბი ოპონირების რეჟიმისგან. ეს მისია კი საკუთარ თავზე სწორედ დავით უსუფაშვილმა აიღო. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით გარედან მიღებული დავალების შესაბამისად შექმნეს ილუზია და განცდა, რომ იმ მომენტში კრიტიკული აზრის გამოხატვა, რეჟიმის მისამართით კითხვების დასმა და ომის თემაზე მათთვის არასასურველ კონტექსტში საუბარი მორალური დანაშაული იყო. სადაო არ არის, რომ უშუალოდ საომარი მოქმედებების დღეებში პოლიტიკოსის მხრიდან ომში მყოფი ხელისუფლების კრიტიკა არ იქნებოდა სწორი. ვისი დაწყებულიც უნდა ყოფილიყო შეერაღებული დაპირისპირება, მაგრამ საინტერესოა, ომიდან 4 და 5 თვის შემდეგ რატომ გააგრძელეს იგივე რიტორიკა უსუფაშვილმა, ხიდაშელმა, თარგამაძემ და მათ გვერდით მყოფმა პოლიტიკოსებმა. ვის ან რის გარშემო იყვნენ გაერთიანებულები? პასუხი მარტივია, მაშინდელ ხელისუფლებასაც და ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ერთი პატრონი ჰყავდათ. დავალებებს ქვეყნის გარედან იღებდნენ და იმ მომენტში, როდესაც აგენტი პრეზიდენტი იყო გადასარჩენი, ყალბი კონსოლიდაციის დავალება მიიღეს და ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. გაერთიანდნენ იმიტომ, რომ თავად იყვნენ მონაწილე იმ დავალების აღსრულების, რასაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღება და საქართველოს ისტორიული მიწების ოკუპაცია მოჰყავდა შედეგად. ფსევდოოპოზიციონერებმა სწორედ ყალბი ერთიანობით სცადეს, როგორმე გაემართლებინათ მათ მიერვე შესრულებული უმძიმესი დავალება, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინაშე ღალატის თოლფასია. მართული ოპოზიციის მსგავსად სააკაშვილს ფსევდოდემოკრატიული მედიაც სჭირდებოდა. ზოგადად აგენტურული მმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ილუზორული პარალელური სამყარო შექმნა და ამ სამყაროში პროპაგანდით გაბრუებული საზოგადოების მარტივად მართვა, რასაც ზედმიწევნით ზუსტად აკეთებდა მაშინდელი რეჟიმი. ყოფით ნაკლებად პრობლემურ საკითხებზე მაშინდელმა ხელისუფლებამ ფსევდოოპოზიციური მედიის როლი ტელეკომპანია კავკასიას განუსაზღვრა და პარალელურად წამოიწყო ბრძოლა მაესტროს ხელში ჩაგდების მიზნით, რომელიც სრულად კონტროლირებად მედია სივრცეში თავისუფალი სიტყვის კუნძულად რჩებოდა. გარკვეულ ეტაპზე რეჟიმის სატელიტების მეშვეობით მოახერხეს მაესტროზე გავლენის მოპოვება და მას კავკასიის მსგავსად იყენებდნენ წარმოსახვითი განცდის შესაქმნელად, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობდა კრიტიკული მედია და შესაბამისად ისმოდა კრიტიკული აზრი. აი მაშინ, როდესაც დადგა მომენტი და სააკაშვილს რეალურად დაუპირისპირდა მისი ყოფილი თანაგუნდელი ნინო ბურჯანაძე, რომელიც იმ მომენტში არ განეკუთვნებოდა სააკაშვილის პატრონების მართულ პოლიტიკურ ელიტას და არიჯდა უცხოეთში დაწერილ სცენარში, მას სწორედ ეგრეთ წოდებული კრიტიკული ტელეკომპანია კავკასია და ნაწილობრივ კონტროლირებული მაესტრო დაუპირისპირეს. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც სააკაშვილი არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ასევე არ ყოფილან უსუფაშვილი, ხიდაშელი, თარგამაძე და იმდროინდელი
მთელი ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლების რეალური ოპონენტები და არც ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედია ყოფილა ჭეშმარიტად კრიტიკული. მათი დიდი ნაწილი კრიმინალური რეჟიმის ფასადურ დემოკრატიას აფარებული ლეღვის ფოთოლი იყო. საზოგადოება ხედავს, რომ იმ პერიოდში რეჟიმთან დაპირისპირებული პარტიებიდან თუ ცალკეული პოლიტიკოსებიდან მხოლოდ რამდენიმეა, ვინც დღესაც მათ წინააღმდეგ და შესაბამისად საქართველოს ინტერესების მხარეს დგას, ვინც არ აღმოჩნდა სხვადასხვა დროს შექმნილ ფანჩატურში. ის ნაწილი კი, რომელიც იმთავითვე ფსევდოოპოზიციად შეიქმნა, დღეს კვლავ ნაცმოძრაობის გვერდით დგას, რაც ადასტურებს, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავდათ და ჰყავთ, რომელიც გასცემს დავალებებს და აღნიშნულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. თუმცა მათ დასაუბედუროდ ქართულმა ხალხმა ეს პოლიტიკური განტოლება წარმატებით ამოხსნა და ჩვენი საზოგადოების მოტყუება აგენტურას აღარ გამოუვა.